საქმეინდილო კიდევ ერთხელ და ამ კვირაშიც ეხმიანება ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ექსპო ჯორჯიაში იმართება და შესაბამისად იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული კომპანიებისათვის საჭირო სტუმრობაც დავგეგმეთ. ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა 12 და 13 მარტს არის დაგეგმილი. ლოგისტიკის ექსპო 26. ეს არის გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გააერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებს და ლოგისტიკური პარტნიორების პოვნით დაინტერესებულ კომპანიებს მთელი რეგიონიდან. დღეს რამდენიმე მონაწილე კომპანიას ვმასპინძლობთ საქმეინდილოში და ვისაუბრებთ დეტალებზეც. საქმეინდილოს კი სტუმრობენ ირაკლი ფაცია, MSZ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, ასევე ჩვენთან ერთად არის დავით დავითაშვილი, თბილისი კარგო სერვისის მმართველი პარტნიორი, თამარ გოგოლაშვილს ვმასპინძლობთ, OnWays დამფუძნებელს და დირექტორს და ასევე ლევან ბერძენიშვილი, თბილისი დრაიპორტის კომერციული მენეჯერი არის საქმეინდილოს სტუდიაში. დილამშვიდობისა ყველას. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა სტუმრობისთვის და მნიშვნელობით მინდა რომ გავხსნათ ჩვენი დღევანდელი საუბარი ლოგისტიკურ გამოფენაზე, რომელიც წელს მეორედ იმართება. პირველი გამოფენის ასე თუ ისე უკავშირი ვიცით BMG-ში და არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა წელს როგორი მოლოდინებია და რამდენიმე წუთი რომ დავუთმოთ ასევე თქვენს კომპანიაზე საუბარსაც. ირაკლი, თქვენს დავიწყოთ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მოხარული ვარ და დიდი პატივია პირველი სტუმრობა ჩემი, ასე ვთქვათ, კომპანიის სახელით თქვენთან. რაც შეეხება კომპანია MSZ ჯორჯიას, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, ჩამოყალიბდა როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია და ძირითადი ნიშა და ასე ვთქვათ, განპირობებული იყო კომპანიის წარმოქმნა ჩინეთიდან გაზრდილი ტვირთბრუნვის ფარგლებში. ანუ მოვიაზრებ რას, რომ ქართული ჰოლდინგის ქვეშ კომპანია MSZ ჯორჯია ქართველ და არამხოლოდ ქართველ იმპორტიორებს ზოგადად სთავაზობს ჩინურ ბაზარზე არსებული პროდუქციის შეძენას, ეხმარება კომერციული მიმართულებით. ჩვენ ვუგეგმავთ კონკრეტულად კომპანიებს, კონკრეტულად ბიზნეს წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ. მაგრამ MSZ-ის შექმნის მიზანი ირაკლი იყო თავიდანვე ჩინური გააქტიურება, ხო? კი ბატონო, ჩინური გააქტიურება, რა თქმა უნდა, თავისთავად. კი ბატონო, კი, ზუსტად ბიზნეს ვიზიტები ემსახურებოდა უპირველესად ჩინურ ბაზარზე პროდუქციის გაცნობას, ანუ შუამდგომლობით იმპორტიორ კომპანიებთან, რომელსაც ეძლეოდათ საშუალება ჩინურ ბაზარზე კონკრეტული ბრენდის ქვეშ შეერჩიათ სასურველი პროდუქცია და არათუ რაღაც 100 და 200 წარმომადგენლობითი ვიზიტის ნაცვლად მათ ვგეგმავდით კონკრეტულად 10-15 კომპანიასთან ვიზიტს, რომელიც კონკრეტულად ემსახურებოდა ზუსტად მათი პროდუქციის შერჩევას, გადახარისხებას, როგორც ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ფინანსური კუთხითაც. რა შეძენს MSZ-ს, რა შეძენს თქვენ გუნდს, თქვენს კავშირებს, თქვენს ურთიერთობებს ამ ფორუმში, ამ გამოფენაზე მონაწილეობა. კი ბატონო, უბრალოდ ყოვლისა გამოფენის ფარგლებში ყველაზე მთავარი პრინციპი არის ლოჯისტიკური კომპანიების დაახლოვება ერთმანეთთან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ექსპო ჯორჯიას აღნიშნული პროექტისთვის. გამომდინარე დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან თვლი, რომ სატრანსპორტო ლოჯისტიკური მიმართულებით, შუადერეფრის პრინციპების გათვალისწინებით, დღესდღეობით ძალიან დიდი გამოწვევა აქვს საქართველოს ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. შესაბამისად ამისა, თავისთავად რომ ქართულ ბაზარზეც იქნება რა თქმა უნდა კონკურენცია ლოჯისტიკურ კომპანიებს შორის, მაგრამ მთავარი ნიშა ამ ეტაპზე ჩვენი არის რა, რომ შუადერეფრის ფუნქციონალი შევითვისოთ, ავიღოთ სრულად, გავერთიანდეთ ერთად ქართული ლოჯისტიკური სატრანსპორტო კომპანიები და ამ შესაძლებლობების ფარგლებში გავზარდოთ ტვირთის გამტარიანობა საქართველოს გავლით. რაც თავისთავად რომ არათუ მხოლოდ კომპანიებს, არამედ ეკონომიკის თვალსაზრისითაც სახელმწიფოს წარადგება თავისთავად. ერთ-ერთი სტრატეგიული ნაბიჯი, ასე ვთქვათ. ლევან, ამ შემთხვევაში როგორი შესაძლებლობა არის დღეს, როდესაც მით უმეტეს აი მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ასეთი ვითარება არის და შუადერეფანიც ვახსენეთ, აი ერთ სივრცეში ყველა ლოგისტიკური კომპანიის თავმოყრა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. გავაგზავნებთ თემას, ესე ვთქვათ და ზუსტად თბილისი დრაიპორტი არის ამის ნაწილი. ანუ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ლოგისტიკის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც დაანონსდა და განხორციელდა. რაც შეეხება ექსპოს, ჩვენ შარშან გაჟღერდა თუ არა ეს იდეა, ესე ვთქვათ, დიდი მადლობა ექსპო ჯორჯიას გუნდს და სავის გუნდს.
პირველ ღონისძიებაზეც და წელსაც ჩვენ სპონსორები ვართ, იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მსგავსი ტიპის გამოფენებს. ტარდება ხოლმე პერიოდულად, რა თქმა უნდა, საქართველოს საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობით, იგივე ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით კონფერენციები, მაგრამ ეს სხვა მასშტაბია. სხვა მასშტაბია, სხვა სტილია, ანუ ეს არის თან გამოფენა, თან კონფერენცია, საინტერესო ტოპიკების განხილვა ხდება. ფაქტია, რომ 8 თვის წინ ჩატარდა პირველი და ამხელა რეზონანსი გამოიწვია და გაიზარდა უკვე ეს ხოლო დადებითზე მეტყველებს სხვაზე არაფერს. კი ბატონო და დღევანდელი თქვენ როგორც თქვით, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ უფრო შეძინა აქტუალობა ამ თემამ, იმიტომ რომ შუა დერეფანი გახდა ეხა ისევ დიდი ყურადღების ცენტრის ქვეშ, იმიტომ რომ ფაქტია რომ გამოჩნდა რომ ერთ-ერთი უსაფრთხო მარშრუტი დღეს რაც დარჩა რუკაზე არის ეს. კიდევ ერთხელ არის ძალიან დიდი შანსები რომ საქართველოს სწორად გამოვიყენოთ ეს და როგორც ირაკლი აღნიშნა ეს ყველა კომპანიას ეხება, მათ შორის თბილისი დრაიპორტისთან გამომდინარე ვიტყვი რომ ჩვენ ზუსტად ამიტომ ვქნით ამ ინფრასტრუქტურას და ამიტომ ვქნით ამ შესაძლებლობებს, რომ იგივე გადამზიდავებმა, საზღვაო ხაზებმა, საქართველოს რკინიგზამ ყველამ შესაბამისად გამოიყენოს ეს ინფრასტრუქტურა, რომ ეს ნაკადი, ესე თქვა, დარჩეს საქართველოს ფარგლებში, დარჩეს ამ კორიდორში და გაგრძელდეს და გამოფენა თავისთავად ალბათ მოუყრის თავს ახლა რეგიონის მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი ჩვენ გარშემო ვინც არიან და ესე თქვა, საქართველოს პორტებით, იგივე საზღვაო ნავსადგურებით სარგებლობენ და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ისევ და ისევ ამ ღონისძიებაში სპონსორობა, მონაწილეობა და ველით სტუმრებს ესე ვთქვათ, რომ გაუზიაროთ ჩვენი გეგმები, უახლოესი განვითარების ეტაპები და ახალი სერვისები. მადლობა ლევან. თამარ, რა ხდება ONU-ში, როგორ ხართ? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა. ყველაფერი გეგმისამებრ მიდის. ONU მოგეხსენებათ არის ქართული ადგილობრივი გადამზიდი, ქართული საკურიერო კომპანია, რომელიც ეგრეთ წოდებულ last mile მიწოდებას ახორციელებს თავისი დამკვეთებისთვის. ჩვენი ძირითადი ფოკუსი არის B2B და B2C გაყიდვები. ძირითადად ჩვენი დამკვეთები არიან როგორც online მაღაზიები, ასევე სხვა ბიზნეს სუბიექტები, თუმცა ძირითადი აქცენტი ჩვენ მაინც გვაქვს ელექტრონულ კომერციაზე, მათ წარმომადგენლებზე, როგორც ადგილობრივი, ანუ ქართული კომპანიები არიან ჩვენი მომხმარებლები, ასევე არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ პარტნიორობთ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პოსტებთან, ადგილობრივ პოსტებთან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვართ მიწოდების ის ჯაჭვი, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, რომ თავიანთი პროდუქცია უკვე საბოლოო მომხმარებელთან მივიდეს ძალიან მარტივად, სწრაფად. საქართველოში, მთელ საქართველოში ვართ წარმოდგენილი, 11 ფილიალი გვაქვს და შესაბამისად ვაერთიანებთ რას ამაზე მე თანამშრომელს, ძალიან სწრაფად ხდება აი ამ სრულიად ქვეყნის დაფარვა. რაც შეეხება Expo Georgia-ს, ჩვენ პირველად მონაწილეობთ ამ გამოფენაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის ეს, ასე ვთქვათ, გამოფენა. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩემი აზრით, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ამ წელს საკმაოდ დიდი სიახლეებით ხვდებით სამი PL მომსახურებას, ანუ მესამე მხარის ლოგისტიკას ვიწყებთ ჩვენი კომპანიის ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და სწორედ ეს გამოფენა იქნება ამისთვის საუკეთესო საშუალება, რომ გავიცნოთ ადგილობრივი კომპანიები, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები თუ ზოგადად საერთაშორისო კომპანიები და ისეთი სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელიც დაუშვათ უკვე საერთაშორისო მასშტაბზე გაიყვანს ჩვენს კომპანიას. ძალიან კარგია. როგორ ძანდებით ბატონო? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ექსპოს. მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან კარგია და მიხარია და მოკლე პერიოდში უკვე მეორე ჩატარდება ახლა და ძალიან კარგია. მე პირადად ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ძალიან ხშირად დავდივარ სხვა ქვეყნებში და კარგია რომ საქართველოში ეს გაკეთდა, ჩატარდა პირველ წელს. მე ვფიქრობ რომ იმ პერიოდისთვის და იმ მასშტაბისთვის საკმაოდ კარგად. წელსაც იმედი მაქვს რომ უკეთესი იქნება და ყველას წარმატებას ვსურვებ. ცალსახად მოთხოვნაზე მიუთითებს ეს ამბავი რომ ცალსახად მიუთითებს ისედაც და ასედაც, რაც ჩვენ ყოველთვის გავიძახით რომ ხაბი, გამტარუნარიანობა, დერეფანი და ასე შემდეგ, но გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და როგორც ჩანს ეს ექსპოც და ყველანაირი ესეთი შეხვედრები თავის შედეგებს დადებს და ძალიან კარგი იქნება ამ შემთხვევაში. კომპანიაზე მოგახსენებთ თბილისის კარგო სერვისზე 30 წლის გახდა წელს
ზუსტად თბილისის კარგო სერვისი უკვე ორი ტერმინალია და არა ერთი საავიაციო სახმელეთო, მეორე კიდე სახმელეთო, გებრუდერის წინ ვართ. ხო და ვიზდებით ნელ-ნელა, გვინდა მაქსიმალურად მოვუერგოთ სტანდარტებს, მაგრამ მაქსიმალურად მოვუერგოთ ახალ რეგულაციებს, მუშაობთ ძალიან აქტიურად და იქაც წარმოვადგენთ თუ ვიზიტორები გვეწევიან და ნახავენ. მუშაობთ ლოჯისტიკურ პლატფორმაზე. საკმაოდ საინტერესოზე და დიდზე, რომელიც მე ვფიქრობდი, რომ ვიტყოდი პირდაპირ, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ანალოგი არ არის იმ გაერთიანებული დიდ პლატფორმას, რასაც ჩვენ წერთ, ჩვენ თვითონვე. კომპანიის წიაღში ბრძანებ? კი ბატონო. ეს იქნება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ვთქვათ, საჯარო რეესტრის სერვისებთან ინტეგრირებული იქნება, საბაჟო სერვისებთან ინტეგრირებული იქნება, სიტა მოიხსენებათ მესიჯებით, ბევრ სხვა ქვეყნებში სიტას მესიჯს ვაგზავნით იმისათვის, რომ იქ საბაჟოს ცალკე მისამართზეა და ის სერვისით იღებს უკვე იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ ფორმა 330-ში ხელით ვავსებთ. გვინდა რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივდეს, ავტომატიზაცია გაკეთდეს მაქსიმალურად და პლუს კიდე ყველაზე დიდი პრობლემა მე მგონი ყველას გვაქვს სტაფის და ამ პროგრამით გვინდა რომ ამ სტაფს ვასწავლოთ უფრო მეტად მუშაობა და ეს პროგრამა არ მისცემთ მათ შეცდომის დაშვების უფლებას. ანუ ერთი ვერ გააკეთებს იმას, სანამ ეს არ გააკეთებს და თუ ეს ისე არ გააკეთებს როგორც უნდა გააკეთოს, მეორე ვერ შეასრულებს საქმეს და გვინდა რომ აი ამით როგორღაც მოვერგოთ. თან პლუს მომხმარებლისთვის ყველასთვის იქნება ცალკე სივრცე, ცალკე კაბინეტი ექნება, სტატისტიკები, ეს შემდეგ მოკლედ საერთაშორისო გეგმებით ვართ. იმედია რომ ეს გარშემო ცეცხლი და ომი ძალიან არ შეგვიშლის ხელს და ამ ცეცხლთან და ომთან დაკავშირებით თბილისი კარგო სერვისი 3000 წელია უკვე როგორც თქვენ ბრძანებთ არის წარმოდგენილი ბაზარზე. თქვენ ასევე სხვა კომპანიებს და მიმართულებებს წარმოადგენთ ანალოგიურ ინდუსტრიაში. გაქვთ ურთიერთობა თქვენს კოლეგების მსგავსად მეტად ნაკლებად მნიშვნელობა არ აქვს ძალიან ბევრ უცხოურ ანალოგიურ კომპანიებთან და პარტნიორებთან. რა ვითარებაა დავით რეალურად შექმნილი იმ გაურკვევლობის მაღალი დონის ფონზე, რომელიც მაინც არის დღეს და ეს იყოს თემა, რომელიც თქვენც ისედაც ახსენეთ, რა რეგიონი საკმაოდ ღელავს ახლა. კი, რეგიონი არა, მე მგონი მე ვიტყოდი რომ სოფლიო ღელავს, არა მარტო რეგიონი, იმიტომ რომ ეს ამ რეგიონიდან გამომდინარე სოფლიო ეკონომიკას ურტყავს, მე მგონი ეს ყველა გზები და ის რესურსები, რაც ამ რეგიონში არსებობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დაალაგდება და დამშვიდდება და ყველა მიიღებს ისეთ რაღაც ოქროს შუალედს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ როგორც მოგვეხსენებათ, არასოდეს არაფერი არ ჩერდება, ხო? ყოველთვის და ყველგან არსებობს ალტერნატივა. ყოველთვის და ყველგან ყველა ცდილობს ეს ალტერნატივა მაქსიმალურად გამოიყენოს. ანუ არ ვერ მივდივართ ამ გზით, არც მეორე, არ არის მეორე იქნება მესამე. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ანუ მე ვერ ვიტყოდი, რომ კი ასაკვირველია დაგვეტყო, მე პირადად ჩემი ერთ-ერთი მიმართულება იყო, რომელიც გავლით სატრანზიტოდ მიდიოდა და მოცულობებს და აქტივობას და ასაკურველია, ჩვენ მუშაობთ არა მარტო ქართული ბაზრისთვის, აქ ტრანზიტია, ტრანსფერია, იმპორტი, ექსპორტი, მოკლედ, ყველა მიმართულებით ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ჩვენთვისაც საინტერესო არის ეს ყველაფერი, როგორც ფინანსურად, ასევე არა მარტო, მაგრამ გაჩერდა რაღაც თემები, მაგრამ გაჩნდა ალტერნატივები. ეს შეივსო სხვა. ხო, მე ვიტყოდი რომ ჯერ შეივსო, მაგრამ შეივსება. პროცესია, ხო? კი. ამიტომ მე ფიქრობ რომ მაინც რაღაცა ალტერნატივა შემოვიდი გზა ყოველთვის იქნება. შესაძლებლობებზე, რომელსაც ხსნის არსებული ვითარება. კი ბატონო, და ჩვენი მხრიდანაც ხელს უწყობთ ესე ვთქვათ ამ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ უკვე მიმდინარეობს მშრალი პორტის გაფართოების ფაზა, ზაფხულის ბოლოს უკვე დაახლოებით გაორმაგდება ჩვენი მოცულობები, სადღაც 200,000 ტეუს გამტარუნარიანობა გვექნება. გვემატება A-კლასის საწყობი, დაახლოებით 10,000 პალეტ ადგილზე. ჩვენც არ ვჩერდებით ესე ვთქვათ პარალელურად სიახლეებს ნერგავთ, დაგეგმილია უახლოეს მომავალში სარკინიგზო გადაზიდვებზე შევქმნათ ესე ვებ პლატფორმა, სადაც მარტივად იქნება, მით უმეტეს რომ ეხლა ამ ვითარებაში და ერთ-ერთი მთავარი თემა ნავთობის ფასებია, ფაქტია რომ სამანქანოსთან ერთად სარკინიგზო გადაზიდვები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ჩვენ დავიწყეთ უკვე მეორადი მანქანები დატვირთული კონტეინერების თბილისში გახსნა.
ესეც სიახლეა, რომ ამითაც ხელი ეწყობა, ესე ვთქვათ, ამ ტიპის ტვირთებს, რომ გადმომისამართეს თბილისის ნაწილში უკვე რკინიგზით, რაც თავის მხრივ, რაღაც კომფორტსაც უქმნის საბოლოო მომხმარებელს და არსებული მოლოდინებით დანახარჯებიც ნაკლები ექნება, რა თქმა უნდა. ზოგადად გაურკვევლობა არის, ძალიან პატარა დრო არის გასული ამ ვითარების, ესე ვთქვათ, დაწყებიდან და ესე რამე კონკრეტული რეცეპტები არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ არის მოლოდინები გაძვირების და ნავთობს გულისხმობ და გადაზიდვების და კიდევ ერთხელ ეს შანსი არის ისევ შუადერეფნისთვის, ისევ რკინიგზის ჩართულობით. თავარია ეხა დროში დიდი, როგორ ვთქვა, ინვესტიციები და დიდი მოქმედებები დაეწიოს ამ ყველაფერს. მათ შორის ყაზახეთის ნაწილი, კასპიის ზღვის ნაწილი, საქართველოს მონაკვეთი და უკვე საზღვაო ნავსადგურებიდან ირაკლი, თქვენ რა სიტყვით და შემდეგ თამარი დაასრულებს. რა ვიცი, აბა იგივე დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მართლა ჯერჯერობით ამ ეტაპზე რთულია ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იმ ანალიტიკის საფუძველზე, იმ რაღაც კვლევების საფუძველზე და გამოცდილებით ზოგადად, რაც გვაქვს დაგროვილი, შესაბამისად მაქსიმალურად ფეხი უნდა ავუწყოთ, ასე ვთქვათ, იმდინარე პროცესებს, ჩავერთოთ მაქსიმალურად სწორად და შევქნათ ზუსტად ის საბაზისო მინიმუმი, ასე ვთქვათ, რომელიც ხელს შეუწყობს სწორად მაქსიმალურად მარგი ქმედების კოეფიციენტის გათვალისწინებით გამტარიანობას და შესაბამისად კიდევ და კიდევ უფრო დახვეწავს და უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს საქართველოს როგორც ლოჯისტიკურ ჰაბს, ასე ვთქვათ და შუადერეფნის ერთ-ერთ გამტარ ზოლს. ნატო. თამარ გესმ. ჩვენ პირდაპირ ესე რადგან განსხვავებული მოდელი გვაქვს, არა ისახება ესე პირდაპირ, ვინაიდან მარაგები როგორც წესი ხოლმე საქართველოში არის განთავსებული და რამდენიმე თვიანი მარაგები არის შესაბამისად, პრობლემა არ არის, რომ ჩვენმა მაღაზიებმა გადაიტანონ რაღაცა მიმდინარე კონკრეტულ ფასში რაღაც პროდუქცია, თუმცა რა თქმა უნდა გრძელვადაში თუ გრძელვადიანად თუ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ინდუსტრიასაც შეეხება. ჩვენ მქონდა ესეთი გამოცდილება წინაზე, რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს სტაბილურობა, მერე ცოტა გაუარეს და მერე უკვე ცოტა დადებითისკენ შეიცვალა, ამიტომ დღეს ვერაფერს ვერ ვიტყვით ნამდვილად რა შეიძლება შეიცვალოს ადგილობრივ ბაზარზე გადაზიდვის მიმართულებით, ჩვენ ხა გულისხმობთ უფრო ელექტრონული კომერციის მიმართულებას, შესაბამისად მალე გვიჩვენებს ალბათ განვითარებული მოვლენები როგორ იქნება, თუმცა ჩვენი ღიაობა, მზაობა არის, რომ ექსპოზე მივიღოთ მონაწილეობა და მუდმივად მზად ვართ ხოლმე აი რაღაცა ქარცერცხლში, რაღაცა გამოსავალი მოვძებნოთ, რა შეიძლება უკეთესად გავაკეთოთ, როგორ შეიძლება განვითარდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ქართულ კომპანიებს უბრალოდ არ შეგვიძლია რაღაცნაირად ყოველთვის ვეძებთ გამოსავლის გზებს, როგორ განვითარდეთ და წავიდეთ წინ. წარმატებები მეგობრებო და წარმატებული მონაწილეობა ლოგისტიკ ექსპო 2026-ში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშუალება კიდევ დამატებით შესძენს. ბოლომდე არსებული ვითარებიდან გამომდინარე და მადლობა მობრძანებისთვის. ირაკლი ფაცია, MSZ-ის ლოჯისტიკის და სტრატეგიული განვითარების მენეჯერი უკაცრავად დავით დავითაშვილი, თბილისი კარგო სერვისის მმართველი პარტნიორი. მადლობა მობრძანებისთვის ონმეის დამფუძნებელს თამარ გოგოლაშვილს და ცხადია ლევან ბერძენიშვილი, თბილისი დრაიპორტის კომერციული მენეჯერი.